ასე უამრავი ადამიანი შევიკრიფეთ. ზია მაღლობელის, ნინო დათაშვილისა და სინდისის პატიმრებისა და საერთოდ საქართველოს გადასარჩენად. უსავალზე რომ გავალთ იქიდანაც გადავიდეთ კადრებს. აი შეუერთდით უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილ რუსთაველს. მიშენება დავანდელი დღე სამწუხაროდ ძალიან მოკლე ვიდეოთი შემოვიფარგლები. ეს ხვალის დადგა და გავაცილე. გაიქცნენ და ასევე რა ხდება ვერ გავიგე საერთოდ გვიან გავიგე თორე მე წავიდე რა ხდება ვერ გავიგე თუ გავიგებ გეტყვით ახლა მე თვითონ ნახატითა და ტრანსპარენტი და ვერ ვიღებ ისე როგორც საჭიროა. მაშინაც ასე და ორი მოკლე დღე იქნება. Mamige ra ჭირდება თან მაინტერესებს სალამი თავისუფლების მისაღებად არა სამართლობას არა ძალაუფლების მისაღებად არა სახელმწიფოს მისაღებად არა შერჩევის სამართალს არა მართლაც არა საზოგადოების დაპირისპირებას არა სამართლო ფიქრებიას არა ადამიანის ღირსების შევახვას არა რაღაც სისულელე იყო და მალევე განიჭერა სიტუაცია, ხო? ვერ ვიტყვი იმ სიტყვებით, როგორც ამის, მაგრამ ეგ ვიდეო. თავისუფლება!
გაჩერდება ხალხის მდინარე, იოუ. აუმაჯოს გენესალები, ნახავ. მოკლე და მარტივად არ გაჩერდება კიდე. მე კიდე ძალიან ჩამოვცი წავალ წინ დროებით. Magret Yo.
ფოტოგრაფები აქ არიან, მეც უყვარული. მოგივარ, აქედან გადავიღო. ეს ნახევებია. ეს აქვს სოლიდარობის ძალა არის. აბევრად მეტი კიდე. წერე დავარტყით და შემოვერთვით რუსთაველს ისევ რაღაც თაობდა. დიდი ნაწილი იქით გადავიდა, სადაც არა სახისაუმცნობი კამერები ისეთი სიხშირით როგორც აქ. სათვალო ინსტრუმენტები. რატომ არ ყვირით ძირს ივანიშვილის მთავრობა? Facebook-ზე სამოვიდა და გაჩარტრეებმა გაზიარდა. ხელი ჩამოვართვეს და მოჩარა საუბარი ნორმალურადაც პატარა მცირე გაუგებრობა იყო და მოჩი. შეექმნება საუბარი და რაღაცა ცუდი სუნტრია, რაღაცა ხდება. აქ ხო ვერაფერს ვერ ვიგებთ რა ხდებოდა და გზაზე რო ტრასაზე რო გავედით და ცხენის ტაჭკებითა და ის ორივე ბიჭი წაიყვანა რუსიჯარმა. ანუ მე 1 საათით გავასწარი. და იმ დღისით ის ორივე ბიჭი წაიყვანეს. აი ეს კუპის მანქანით რო წაიყვანეს. დედობილ დღესაც მისთვის ელოდება რომ უნდა მოვიდეს. უკეთებს კამპოტებს მორაგებს ხოლმე შემოდგომით. ერეში გაგაფავდი რაღაცნაირად გაგაფავდი რაღაცნაირად დღესაც ფილმის ჩვენება გამაგიზიანებელია ის რომ შესაძ ვიღაცებს ენა უბრუნდება და კიდე ჩვენ ხარეს აბრალებს ომის დაწყებას. იმიტომაც გვიდოდა ეს პირველი დაუჭირებია რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ ამ მოვლენებს და კარგად გავიხსენოთ ეს აგრესია რომელიც ხა იმ დროს აქტიური ფაზაში იყო ეს თავდასხმა, თუმცა ეს აგრესია უკვე 10 წლებია საქართველოსთან ხორციელდება. ჩვენ ხვალად გვექნება ორი დოკუმენტური ფილმი შეება, მე ეგაც იქნება. კიდევ და ზეგ მინდა გითხრათ რომ შვიდში
რეალურად 7 არის ის თარიღი, როდესაც უკვე დაუფარავად შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 58 არმიის დანაყოფები. მანამდეც იყო ეს პროვოკაციები და შემოდიოდნენ ეტაპობრივად მოხალისეები, სადაზვერვო ჯგუფები, მაგრამ ეს იყო ღია ეშელონებით შემოვიდა და უკვე 8-ში იყო საპასუხო რეაქცია ქართულ ხალისგან. ამიტომ ყველა დარწმუნებული რომ 7-ში არის. თუ ესე 10 სექტემბერი რომი დაიწყეს. ღია ცხელი ფაზა ომის, იმიტომ რომ ომი ძალიან ხანი მიდიოდა და ვისაც ახსოვს ის პერიოდი ძალიან დიდი სროლები და დაბომბები უძღოდა წინ ამ მოყოლას. ამავდროულად აქტიური აგრესია დაიწყება. ზეგ 7 საათზე მირთა მოედანზე იქნება გადავლითი პანაშვიც აგვისტოს ომში დაღუპულებთან მოედანში. ასევე მერე იქნება რაღაცა მუსიკალური მომენტი შეცვლილება და მერე იქნება მსვლელობა შვიდში აქეთ გამომართება და მირთა მოედნიდან ამავე უკვე პარლამენტის წინდა ფორმით კიდევ ერთხელ მერე იქნება გასაგებია ფინიშება და კიდევ ერთხელ იქნება ის ხაზგასმა შეხსენება ხალხისთვის როგორი ტიპის აგრესია განხორციელდება და ეგეთი ტიპის ღონისძიებები იგეგმება საქართველოს მასშტაბით, ხოლმე მემორიალების შეუგობა აგირა მაყარა ვერ იმართებია. ფორმა ვერ მოიფიქრე. ვერ შეუკრიფე. არ მოგერიდეთ. შეგვიძლია მოგაწოდოთ მიკროფონი. 12-ის ნახევრამდე ვერჩები. ახლა 11-20 წუთია დაახლოებით. ხო და მივდივარ რა. კარგი დღე. ის გახსნამდე ვერ ვახერხებ დარჩენას. ხო, შევკრავ ამ ვიდეოს.